მოგესალმებით ყველას ჩემო თბილო მეგობრებო. როგორ ხართ ჩემო კარგებო? დღევანდელი ვლოგი დაიწყო დალაგებით, თეთრეულის გამოცვლით და ასე ვთქვათ გარეცხვით. ჩვენს საძინებელში თეთრეული გამოვცვალე და ბავშვების საძინებელშიც გამოვცვალე. შემდეგ გადავაკარი და ამ კადრებს ყველაფერს თქვენ შეხედავთ ჩემს ვლოგში. როგორ მოგწონთ ჩემი мотиваცია დალაგებაზე ვლოგები, ვიდეოები? სიამოვნებით უყურებთ, რა თემაზე მაგალითად გინდათ რომ ვისაუბროთ, ამიწერეთ კომენტარში ველოდები ჩემო თბილებო. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს მონაწერს და თქვენს ესე ვთქვათ სურვილს, მაგალითად ჩემგან რას მოითხოვებთ. ასევე მინდა ყველას გთხოვოთ ჩემო თბილებო. დამიდგეთ გვერდში, ვინც შემოხვალთ ჩემს არხზე უყურებთ ვიდეოს, გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ და დამეხმარეთ რომ 5000 გამომწერამდე მივიდეთ და შემდეგ ვიყიდი აუცილებლად ტორტს პატარას, თქვენთან ერთად აღნიშნავ ამას აუცილებლად. ჩემო თბილებო, ველოდები თქვენს მხარდაჭერას, ძალიან გთხოვთ, დამილაიქეთ ვიდეო, როდესაც მაგალითად უყურებთ ჩემს ვლოგს, დამიკომენტარეთ, ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ და ამით მე ძალიან გამახარებთ, мотиваციას მომცემთ და რა ვიცი, ენერგიით სავსე ავივსები, კიდევ შემდეგ გადაგიღებთ ვლოგებს, გამოგიქვეყნებთ, რომ თქვენს мотиваცია მოგეცეთ ჩემო თბილებო. აქ უკვე ხედავთ, რომ ბავშვების საწოლები ესე გამოვცვალე და გადამაქვს ესე ვთქვათ აბანოში, სადაც მანქანას ჩავყარე მე ყველა და გაავრეცხე. ჩამოკიდება აღარ გადამიღია, მაგრამ ეს პატარა მონაკვეთებს ყველაფერს განახებთ და ნახავთ თქვენს ჩემო თბილებო. აქ უკვე ესე ვთქვათ დავასრულებ ჩემ ხმოვნის გამოქვეყნებას, იმედია მოგეწონებათ, მომწერეთ ისიც თუ ჩემი გამოქვეყნებული საუბარი მოგწონთ, თუ უბრალოდ ვლოგი დავდო და ჩვეულებრივად ესე ვთქვათ ასემერი რო ქვია, ანუ რასაც ვაკეთებ ხმაური ყველაფერი რო ისმოდეს, ისე უფრო მოგწონთ, ვიდრე მაგალითად მე რო ვლაპარაკობდი, აი დამიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გავისთვალისწინებ ჩემო ლამაზებო თბილებო და ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემი გამომწერები ხართ და ვინც უყურებთ მუდამ ჩემს ვიდეოს, აი არ ვიცი, სულ ბოლომდე უყურებთ, ყველას მინდა გადაგიხადოთ მადლობა, ვინც მილაიქებთ, ვინც მიკომენტარებთ. ახალ გამომწერებს ყველას უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, აირჩიეთ ჩემი არხი და ჩემთან ხართ, ჩემო თბილებო. ამასაც აქაც დავამატებ ხმოვანს, ბავშვები მოდიან, აქაც მეხმარებიან, მეც მოგეხმარები ჩამოკიდებაში ტასაცმელებისა და ვეუნები არ მინდა მეთი, მაგრამ მაინც მეხმარებიან და ერთად ვკიდებთ ასე ტასაცმელს, მოკლედ ესე. უმრავლესობაში რა თქმა უნდა ჩემ ბავშვებს რუსულად ველაპარაკები, მაგრამ ქართულადაც ველაპარაკები და მინდა რომ ძალიან კარგად იცოდეს ბევრი ენა, მაგრამ აქედან მინდა რომ იცოდეს კარგად ქართული, რუსული და ინგლისური. ეს სამი ენა ძალიან კარგად მინდა რომ იცოდეს. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, როგორ ესაუბრებით, როგორ საუბრობთ ოჯახში, ჩემსავით ხართ თუ მარტო ქართულად საუბრობთ თუ რუსულად. არ ვიცი, ვფიქრობ ბავშვმა რამდენი ენაც იცის უფრო მეტი უკეთესია. ეხა ქართულს აუცილებლად კარგად დახვეწავს და კარგადაც ისწავლის, რუსულიც ეცოდინება და ინგლისურიც რა თქმა უნდა მინდა რომ კარგად იცოდეს და არა მე როგორც ვიცი მაგალითად, ხო? ესეც ნაირად. იმედია მოგეწონებათ ჩემი ეს ვლოგი და თქვენს ლაიქებს, კომენტარებს დავინახავ, თქვენს გამოწერებს დავინახავ და ძალიან ვიქნები მადლიერი თქვენ თითოეულ თაგანის ჩემო ლამაზებო. მიყვარხართ. აქ დაგემშვიდობებით, თქვენი საყვარელი ამალიკო. ნახვამდის. Ты умница. Молодец. Ложки будете кушать?
მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა მინდა ყავმოვადგოთ ერთად და შემდეგ უკვე მეწყობა სამუშაო საათები და გადავალ სამუშაო საათებზე და დავიწყებ მუშაობას, მაგრამ მალე მინდა რომ ყავა მოვიდგო. დღეს დავდებ ყავას. სხვათა შორის ცივი ყავა რო გავაკეთეთ, ან უგემრიელესი გამოვიდა. მე შაქარს დაახლოებით 3 კოს, 4 კოს ყრით და 1 კოს აი ამას, ამ ყავას. აი ეხლა ჩავყარე, ამაში ცოტა წყალს ჩავამატებ ეხლა. და ავხლიფავ. მალე მოდუღდება წყალი. ეხლა ესე ავხლიფავ. ცოტა ბევრი წყალი მომივიდა, თან ჩქარობ ეხლა და ისე კარგად არ ამიფხლიფებ. მაგრამ არა უშავს. მანამ სანამ ავხლიფავ, შეგიძლიათ კომენტარის სახით დამიწეროთ თუ როგორ ვლოგებს ველოდებით ჩემგან და რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. ეს შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარში ჩემოთქმულებო. ამასობაში ეხლა წყალიც ადუღდა, ჩავასხავ და მზად იქნება ჩემი ყავაც. კარგი მადუღარა მინდა ვიყიდო. საერთოდ არ ვიცი, სად შემიძლია რომ კარგი მადუღარა შევიძინო. და თუ შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ, აუცილებლად გავითვალისწინებ. თან ლამაზი რო იყოს. ესეთი საზამთრო მოიტანა ჩემ მეუღლემ. მათ სივარში იდო და ესე წამოიღო. ეხლა საზამთროს პურთან ერთად ვჭამ. ვის უყვარს კიდე პურთან ერთად საზამთროს ჭამა? კომენტარებში დამიწერეთ. Вот. Молодец.